მომუშავეთა გასამრჯელოების აღრიცხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა თემას რა თქმა უნდა აღრიცხვის კუთხით ვეხებით, ანუ როგორ უნდა აღრიცხოთ გასამრჯელოები, მაინც მიმაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა საფუძველი, საიდანაც მოდის ეს ურთიერთობა, რამდენიმე სიტყვით იმაზეც ვისაუბროთ. ჩვენ ვიცით ახლა დღეს ამ წუთში ასეთი სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბევრი რაღაცის ცვლილება შეიძლება მოხდეს და რამდენადაც დიდი ხანია უკვე საუბარია იმაზე, რომ რამდენად სამართლიანია ეს ურთიერთობა, რამდენად მოწესრიგებულია ჩვენთან შრომითი ურთიერთობა. ამაზე იყო სხვადასხვა აზრი გამოთქმული და დღეს განსაკუთრებით გააქტიურდა ამაზე საუბარი და საუბარია იმაზეც, რომ ჩამოსაყალიბებელია შრომითი ურთიერთობის დამრეგულირებელი კანონმდებლობა კიდევ სხვა ფორმით. ყოველ შემთხვევაში რაღაც ცვლილებები ალბათ ამ ეტაპზეც იქნება მიღებული, თუმცა ეს არ არის, ასე ვთქვათ, ისეთი ურთიერთობა, რომელიც ერთხელ განისაზღვრება და მოვლილი იქნება. ეს ძალიან სუბიექტურია. ეს დამოკიდებულება ყოველთვის ყველა ჯერზე სუბიექტურია ყველა საწარმოსთან, ყველა დამქირავებელთან, ყველა დაქირავებულთან. იმიტომ რომ ჩვენ საუბრობდით აი წინა ლექციაზე, რომ ეს არ არის ის დანახარჯი, რომელსაც შენ გარკვევით თავიდანვე აყალიბებ, ანუ იცი, გათვლი, ბოლომდე იცი დამოკიდებულება მასთან, შეგიძლია მისი გამოყოფა, ანუ ფლობ მას, ასე არ არის ეს დანახარჯი. ანუ ვერანაირად ვერ განცალკავდება ადამიანისგან მისი შრომა. და რა თქმა უნდა, ადამიანი ემსახურება თვითონ საწარმოს თავისი შრომით და ეს პროცესია და არა გამოცალკავებული რაიმე აქტივის ფლობა. ვერანაირად ვერ იქნება ეს ვერასდროს სხვანაირი. ამიტომ არის ეს ძალიან სუბიექტური, ის ყოველთვის ადამიანს უკავშირდება და ადამიანები კიდე ინდივიდებია და აი ეს წარმოქმნის უბრალოდ პრობლემებს ამ ურთიერთობებში. ამიტომაც არის ძალიან საპასუხისმგებლო და ითხოვს მენეჯმენტისგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, გამოცდილებასაც და ცოდნასაც, რა თქმა უნდა. ჩვენ ახლა ალბათ ხვდებით თქვენ, რომ ვერ ვისაუბრებთ საკადრო მენეჯმენტზე და ამაზე არ გვექნება საუბარი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად შევეხებით ამ საკითხს რაღაც ფორმით, იმიტომ რომ აქედან მოდის ის საწყისი. მოვლენა ხო ეს იქნება, რა არის სამეურნეო ოპერაცია, რომელსაც ჩვენ ავსახავთ. დაქირავებულის მიერ განხორციელებული შრომა. და ამას თუ კი ამის გამოყოფა ცალკე არ შეიძლება, ჩვენს ხელში ასეთი ინფორმაცია გვექნება, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ იმ ადამიანთან, ხო? გარდა ამისა, თქვენ არაერთხელ მოგისმენიათ ალბათ და გაგიგიათ ეს ძალიან ხშირია ასეთი გამონათქვამი, რომ ბუღალტერმა არასწორად გამომიწერა ხელფასი და დამაკლო და რაღაცა, ეს პირდაპირი მისამართი ხშირად ამ საკითხში არის ბუღალტერი. და მე მომისმენია, ასეთ მე ხანდახან მეღიმება ასეთ საკითხზე, რომ ეს ერთი პერიოდი ძალიან მოდაში იყო, რომ ბუღალტერმა მიითვისა ვიღაცის ხელფასი. რა თქმა უნდა, ბუღალტერი ამაში პირდაპირ დაინტერესებული არ არის, მაგრამ რატომ ხდება ისე, რომ ბუღალტერია ის დარტყმის წერტილი, რომელზეც გამოთქვამს საყვედურს დაქირავებული, ვისაც არ მოწონს ხელფასი. ჩვენ გვქონდა ასეთი პერიოდი, როცა კანონმდებლობიდან გამომდინარე დიფერენცირებული იყო ხელფასთან საშემოსავლო გადასახადის დაკავება და მოკლედ რომ გაგაგებინოთ, არ იყო ერთი განაკვეთი, საშემოსავლო გადასახადის ერთი განაკვეთი. ახლა არის ერთი განაკვეთი, შენ 10 ლარი გექნება ხელფასი თუ 10,000 გექნება ხელფასი, განაკვეთი არის ერთი. 20%-ია საშემოსავლო გადასახადიდან განაკვეთი. და მხოლოდ ეს არის ის გადასახადი, რაც უკავშირდება ხელფასს. ამ წუთში სხვა გადასახადი ხელფასს არ უკავშირდება. იყო წინა პერიოდი, როცა ხელფასს უკავშირდებოდა არა მარტო საშემოსავლო გადასახადი, იქ იყო სხვა დაკავება სოციალური გადასახადების სახით და აი ესეც, ანუ რამდენიმე გადასახადი უკავშირდებოდა. ერთი ეს იყო პრობლემა. მეორე გახლდათ ის, რომ თვითონ განაკვეთი საშემოსავლო გადასახადის არ იყო მყარი. თვითონ განაკვეთიც არ იყო მყარი და განაკვეთი იყო დიფერენცირებული. ანუ რაღაც დონემდე, ხელფასის რაღაც დონემდე ერთი განაკვეთი იყო, მერე იმატებდა, მერე იკლებდა, რაღაც დიფერენცირებული იყო და აი ამ განაკვეთის მიხედვით უშუალოდ თვითონ მომუშავეს პირდაპირ არ შეეძლო გაეთვალა რამდენი უნდა ყოფილიყო ეს ხელფასი. და წინასწარ არც ბუღალტერს არ შეეძლო, იმიტომ რომ გააჩნია რამ ნაზარდი ჯამით მიდიოდა ეს და წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე რამდენიც ჯამურად იქნებოდა ხელფასი, იმის მიხედვით განაკვეთი იცვლებოდა.
და ისე გამოდიოდა რომ ჯამურად ხელფასი წლის ბოლომდე ხომ იმატებდა ნაზარდი ჯამი თავისთავად იმატებდა ხო ემატებოდა შემდგომი თქმების ხელფასი განაკვეთით მეტი გამოდიოდა იქეთ და გამოდიოდა რომ წინა ხელფასები აღებული აქვს ხომ იმ ერთ თვეზე შემდგომ ბოლო პერიოდის თვეებზე წლის ბოლო თვეებზე უწევდა უფრო მეტი საქვითვა ვიდრე წინა თვეებზე და რა თქმა უნდა ეს განსაკუთრებით დიდ აი გულისწყრომას და წინააღმდეგობას იწვევდა და იცით ბუღალტერიც რომ დამჯდარიყო და ყველა თანამშრომელთან აეხსნა ეს ამას ძალიან დიდი დრო ჭირდებოდა პირდაპირ უნდა დაესვა ეს და თავიდან ბოლომდე გაეკეთებია ამის ახსნა უმეტეს შემთხვევებში ამას ვერც ახერხებდა და ამიტომაც იყო ძირითადად თქვათ მაშინ გააქტიურდა ეს გულისწყრომა რომ ვერ გებულობს ადამიანი როცა ის იღებს ხელფასს ამაში გასაკვირი არაფერი არ არის ყველაზე მეტად გარკვევა ამაში ეს არის აუცილებელი მომენტი და ეს არის მინიმალური იმ ინფორმაციისა რაც აუცილებლად უნდა მიიღოს დაქირავებულმა თუმცა რა თქმა უნდა მარტო ეს არ ყოფნის და ეს ცალსახაა რომ აუცილებლად უნდა ერკვევდეს დაქირავებული რას იღებს და არანაკლებ მნიშვნელოვანია რატომ იღებს ამას ანუ გააგებინო რომ ამდენს იღებს და სწორად აქვს ეს ერთი მაგრამ რატომ იღებს ამ ხელფას ამდენს თუმცა ამაზე საუბარი არაფრით არ უნდა იყოს მაშინ როცა ის უკვე იღებს ხელფას ესე იგი ყველაფერი თუ სწორად არის ურთიერთობა დარეგულირებული ყველაფერი უნდა დაიწყოს მაშინ როცა ყალიბდება მხარეებს შორის ურთიერთობა ანუ პირველი კონტრაქტიდან პირველი სახელშეკრულებრივი ურთიერთობიდან დაწყებული აი მაშინ უნდა იყოს განსაზღვრული ყველა წესი არაერთხელ მომისმენია მაგალითად მოსულა კოლეგა ბუღალტერი და ამბობს როგორ გამოვწერო საშვებულებო მაგალითად როგორ დავარიცხო პრემია და ასე შემდეგ ნუ ეს არ არის შეკითხვა რომელიც სხვას უნდა დაუსვა ყველა ეს პასუხი უნდა არსებობდეს ურთიერთობაში უკვე დარეგულირებული და უნდა არსებობდეს მაშინ როცა დაიწყო ეს ურთიერთობა და ახლა შენ რა უნდა უპასუხო შენ ეკითხები როგორ აგაქვს ხელშეკრულებაში ანუ შენ ვერაფერს ვერ უკარნახებ აქედან აი ეს ურთიერთობა დარეგულირებული უნდა იყოს თავიდანვე თუმცა ჩვენი შრომის კანონმდებლობა დღეს ამბობს რომ შრომითი ურთიერთობა დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის შეიძლება იყოს წერილობითი დოკუმენტით ანუ ხელშეკრულებით შეიძლება იყოს ზეპირით ორივეს უშვებს ის დღემდეა საუბარი იმაზე რომ როგორ შეიძლება დაზუსტდეს განიხილოს დავა მხარეებს შორის თუ კი ურთიერთობა არ იყო წერილობით და იყო ზეპირი შეიძლება ერთმა მხარემ თქვას რომ ასე დამპირდა მაგრამ მეორე მხარემ უარყოს რომ ეს ასე არ ყოფილა რა თქმა უნდა ორივეს ინტერესში არის ის რომ ხელშეკრულება იყოს წერილობითი ეს ორივეს ინტერესშია მე მაქვს ჩემი სუბიექტური მოსაზრება ამასთან დაკავშირებით რომ თუ კი ხელშეკრულება არ იყო წერილობითი და იყო ზეპირი ამ შემთხვევაში უფრო მეტად ეს დაქირავებულის მხარეს ინტერესი იცავს ამ შემთხვევაში კანონმდებლობა მე ასე უყურებ ამ საკითხს იმიტომ რომ თუ კი ხელშეკრულება არ იყო წერილობითი მაგრამ დაშვება მოხდა სამუშაოზე კანონი თვლის რომ იქ ხელშეკრულება მაინც არსებობს ანუ ზეპირ ხელშეკრულებასაც მიიჩნევს კანონიერად და ამ შემთხვევაში რას აკეთებს ხელშეკრულება წერილობითი ხელშეკრულება კონკრეტულად არეგულირებს მათ შორის ურთიერთობას იმიტომ რომ კანონი განსაზღვრავს ზოგად საკითხებს ჩვენ ამ შემთხვევაში კანონს ვერ შევეხებით პირდაპირ თქვენ პროგრამაში შემდგომ ეტაპზე რა თქმა უნდა ეს კანონი თავიდან ბოლომდე განიხილება შრომით კანონმდებლობა მაგრამ ამ ეტაპზე ზოგადად ხელფასების დარეცხვის საკითხს სწავლობთ და ამიტომ შევეხეთ ამას კანონი არეგულირებს ამ ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვან ბევრ საკითხს, მაგრამ არ არეგულირებს ყველაფერს. ზოგიერთ ადგილზე კანონი ამბობს. კანონით ასია თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ესე იგი, ზოგჯერ კანონი ამბობს, რომ შეიძლება ხელშეკრულებით იყოს კიდე სხვა რამ გათვალისწინებული. ანუ პირდაპირ არ კარნახობს კანონი ამ წესს ურთიერთობაში. ზოგჯერ ამბობს კანონი ასე, რომ კანონით არის გათვალისწინებული ასე, მაგრამ არ შეიძლება ის ურთიერთობა სხვანაირად იყოს გათვალისწინებული ხელშეკრულებაში. ესე იგი, თუ კი მხარეებს შორის არ არის წერილობითი ხელშეკრულება გაფორმებული, მაშინ რა თქმა უნდა მოქმედებს კანონი. და რა არის ამათ შორის სხვაობა? თუ კი კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ რაღაც საკითხი უფრო მეტად დაკონკრეტებულიყო მხარეებს შორის, აი ეს საკითხი არ იქნება დაკონკრეტებული და იქნება ის, რაც არის კანონმდებლობაში ჩადებული. მაგრამ მინიმუმ რაც კანონმდებლობაშია ჩადებული, იმ უფლებებით მაინც ისარგებლებს დაქირავებული.
და ასევე დამქირავებელიც, ხო? და აი ის რომ ზეპირი ხელშეკრულება არსებობს ჩვენ კანონმდებლობაში, ეს მინიმუმ ამ საკითხს მაინც აწესრიგებს, რომ მეორე მხარეს არ შეუძლია თქვას, რომ მე შენ არ ყვალი ხარ დაქირავებული, იმიტომ რომ არ ქონია შენთან ხელშეკრულება. ასეთი რამ არ მოხდება. იმიტომ რომ თუ კი დაშვება მოხდა სამუშაო ადგილზე, ეს უკვე ფაქტია, რომ ის დაქირავებულია. სხვანაირად მას არ ქონდა უფლება დაეშვა სამუშაო ადგილზე პირი. მაგრამ აი ხო ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან მიზერულ, ანუ ისეთ საკითხებზე, რაც აუცილებლად ასე ანუ განსაზღვრული, რა თქმა უნდა იყოს ურთიერთობა. ახლა ვინ არის დაქირავებული და ვინ არის დამქირავებელი და მე ვარ თუ არა თანამშრომელი, ამის მტკიცება კი არა. ძალიან ბევრი რამე უნდა იყოს განსაზღვრული ურთიერთობაში. უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს განსაზღვრული მათი სამუშაო პირობები, უნდა იყოს განსაზღვრული ანაზღაურების წესები და მეთოდები, რომელიც თითქმის არასოდეს არ არის. თითქმის. არის გამონაკლისები, ბედნიერი გამონაკლისები, როცა ასეთი წესები განსაზღვრულია თავიდანვე, მაგრამ ყველა ამ საკითხის განუსაზღვრელობა ურთიერთობაში ყოველთვის მერე იწვევს, გარკვეული პერიოდის მერე მაინც იწვევს წინააღმდეგობებს. ადამიანები ასე ვართ მოწყობილი, როცა ყველაფერი კარგად არის, რომელიმე მხარესათვის, მაშინ არ მოდის ეს საყვედურები, მაგრამ რაღაც პრობლემა გაჩნდება და მერე შენახული და მაშინდელი ყველა საყვედური ერთად ითქმება ხოლმე და მერე ამ პრობლემების დარეგულირება შედარებით რთულდება. აი ჩვენს ურთიერთობებში მე ხშირად ვინტერესდები ამ საკითხით და ვკითხულობ ამას და მაინტერესებს. ძალიან ბევრი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ უკმაყოფილოა. აი ძალიან ცოტა ისეთი ადამიანი, რომელიც სიხარული წამოსულა სამსახურიდან. ანუ სამსახურიდან წამოსული ადამიანი თუ გამოუშვეს ადამიანი, ის მეტნაკლებად განაწყენებულია, მეტნაკლებად თვლის თავს დაზარალებულად, უსამართლოდ და ასე შემდეგ. და ძირითადად ამას გამოხატავს დაქირავებულები. ნუ ახლა არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენი კანონმდებლობა მაინც დამქირავებლის მხარეზეა. თუმცა აქაც მგონია, რომ ჩვენ აი ამ გარდამავალ ეტაპზე მიჩვეული ვიყავით იმას, რომ ჩვენ საბჭოური პერიოდიდან გამოვედით, იქ ჩვენ მუშებისა და გლეხების ქვეყანას ვაშენებდით, ასე ვთქვათ და სახელმწიფოში მთავარი ეს იყო, ანუ დაქირავებული იყო სახელმწიფოში მთავარი, იმიტომ რომ მეორე მხარეზე სახელმწიფო იყო დამქირავებელი ყოველთვის და ამიტომაც ყოველთვის იყო პირველ ადგილზე ინტერესი თვითონ დაქირავებულის, მაგრამ ეხლა სხვა ურთიერთობაში ვართ და აი ამ სახელმწიფოში არსებობს საზოგადოების წევრები, რომელთა შორის თვითონ არიან აი მხარეები, დაქირავებულიც და დამქირავებელებიც. ამიტომ უმეტესი ჩვენი ურთიერთობისა მოდის კერძო ბიზნესებზე და კერძოა ის პირი, ვინც არის დაქირავებული და კერძოა ის, ვინც არის დამქირავებელი. იცით რას იყო მიჩვეული დაქირავებული? დაქირავებულის ყველა ინტერესი უნდა დაეკმაყოფილებინა დამქირავებელს. მაგრამ დამქირავებელი იყო ასევე სახელმწიფო. ესე იგი დამქირავებელი და სახელმწიფო ერთი პირი იყო და ის თხოვდა ყველაფერს, არა მარტო ხელფას, მის სოციალურ მდგომარეობას, მის ნებისმიერ პრობლემის გადაჭრას თხოვდა დამქირავებელს, სახელმწიფოს. მაგრამ ეხლა ორია ეს მხარე და ეს მხარეები არ არის მანდამაინც ჩვენ ცნობიერებაში გაყოფილი. რომელია ეს ორი მხარე? სახელმწიფო დარჩა თავის ადგილზე, მაგრამ კერძო დამქირავებელია აქეთ. კერძო დამქირავებელს, რა თქმა უნდა, დაქირავებული ვერ მოთხოვს და არ შეიძლება მოთხოვოს, რატომ დარჩა ის უმუშევარი. რატომ არ აქვს მას სოციალური უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. ანუ ის პრობლემები, რაც მას აქვს, რომელიც სახელმწიფომ უნდა გადაუჭრას და სახელმწიფოს უნდა მოთხოვოს, იმას რა თქმა უნდა კერძო დამქირავებელი მას ვერ მოუწესრიგებს, ხო? თუ კი მაშინ სახელმწიფო არ ანთავისუფლებდა სამსახურიდან ადამიანს, იმიტომ რომ ერთიდან თუ გაანთავისუფლებდა, მეორეში უნდა დაესაქმებია, იმიტომ რომ არ უნდა ყოლოდა დაუსაქმებელი. ახლა ეს ამ კერძო დამქირავებლის პრობლემა არ არის. რომ მას ვერ გაანთავისუფლებს, იმიტომ რომ უმუშევარი დარჩება. უმუშევარი თუ დარჩება, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის, რომ არ უნდა დარჩეს უმუშევარი. ამ კერძო დამქირავებლის გადასაჭრელი არ არის ეს პრობლემა და აი საზოგადოებასაც მე არ ვამართლებ ამ შემთხვევაში ჩვენ კანონმდებლობას და არა ვარ მისი მომხრე ამ კუთხით, მოსაწესრიგებელია ბევრი რამ. უბრალოდ მე მგონია არსებობს კიდე ჩვენ ცნობიერებაში რაღაცა ჩამოუყალიბებელი და ჩვენ მოგყვება ეს იმ წინა პერიოდიდან, რომ აი ის დამქირავებელს თხოვს ყველაფერს დაქირავებული და მისი ყველა პრობლემა გამოდის რომ გადააბარა. აი თქვენ მოგისმენიათ სხვანაირად წამოვედი, მე ოჯახი მაქვს, შვილები მყავს, გამანთავისუფლეს და მე ამაში ყველაფერში ბრალში არის დამქირავებელი და არ არის იმაში ყველაფერში ბრალში დამქირავებელი. იქ წესებია განსაზღვრული, შენ არ იცავ ამ წესებს, იქნებ მეც ვერ იცავ. მე არა მაქვს ამდენი შემოსავალი, ვთქვათ რომ
დღეს კიდევ შევინარჩუნო, ვინც არ მჭირდება სამსახურში ის. მე კერძო პირი ვარ და მე თუ ამას გავაკეთებ, მაშინ მე გავკოტრდები, ხო? მაგრამ შენ უმუშევარი არ უნდა დარჩე და სახელმწიფოს უნდა მოთხოვო. ანუ შენ პატრონი უნდა გყავდეს, მაგრამ მე არა ვარ ის პატრონი, ყველაფერში რომ უნდა გიპატრონო შენ. მე ჩემი წესები მაქვს შენთან ურთიერთობაში. აი ეს თუ არ გაიყო და საზოგადოებამ სწორად არ მოთხოვა სახელმწიფოს. იცით, ასეთი ფრაზებიც ბოლო პერიოდში ხო გააქტიურებულია ეს პრობლემები და ზუსტად ეს ფრაზები მოვისმინეთ, რომ თქვენ კი არ გიჩვით სახელმწიფოს ივანეს შილსეუბნებია, შენთან არ მინდაო, აი მან გამანთავისი იმასთან ამაქვს, მე ოჯახი დამიტოვამ შეერიო. და ზუსტად აქ არის პრობლემა, არა, იმასთან აღარ უნდა უკვე თუ სწორად არის განთავისუფლებული, რა თქმა უნდა, თუ კანონი არ დარღვეულა, მაშინ სახელმწიფოს უნდა მოუბრუნდეს აქ და უნდა უთხრას, მე უმუშევარო ვარ, ახლა შენ უნდა შემიწყო ამაში ხელი, რომ მე ან სოციალურად უნდა დამიცვა, ან უმუშევრობის უნდა გადამიხადო, ან უნდა მომცე კონსტიტუციური უფლების განხორციელების. ბატონო, არა, არა, ბევრ ქვეყანაში კი არა, ყველა მოწესრიგებული ქვეყანაში ასეა, სახელმწიფოში ადამიანს და ჩვენ ყველას გვაქვს მუშაობის უფლება. და უფლება, ვიღაცის ვალდებულება თუ არ არის, მაშინ დარჩა ცარიელი ეს უფლება, ანუ უფლება რომ გაქვს, უნდა იყოს ვიღაცის ვალდებულება, რომ შენ ეს უფლება განახორციელებიოს. ანუ შენ ვერ მუშაობ არა იმიტომ რომ არ გინდა, არ შეგიძლია, არამედ არა გაქვს ამის რეალიზების საშუალება, ქვეყანა არ გაძლევს ამასთან. ამიტომ აძლევს ქვეყანა მაშინ მე თავის ვალდებულებას ასრულებს ის, როცა უმუშევრობის გამო უხდის მას, იმიტომ რომ ვერ მისცა იმის საშუალება, რომ იმუშაოს. ამის გამო ჩვენ მეტნაკლებად ჩვენ ვიქნებით დაქირავებულებიც თვითონ და ჩვენ შეიძლება გვყავდეს დაქირავებული, ანუ ჩვენ ვიყოთ დამქირავებლები. ორივე მხარე უნდა ვიცოდეთ სწორად აი ეს წესები და ვერაფრით ამ საკითხს ჩვენ სწორად ვერ გამოვწერთ ხელფასს, ვერ გადავჭრით ამ ურთიერთობას, ვერ აღვრიცხავთ ამას სწორად, თუ საფუძველი არ არის სწორი, რას ვლაპარაკობთ ჩვენ აღვრიცხავთ მოხდენილ სამეურნეო ოპერაციებს და სამეურნეო ოპერაცია თუ არ არის სწორად მოხდენილი, ბუღალტრებს ხანდახან ჩვევიათ ეს, მოვლენ და გიკირკიტებენ, ვაიმე იქნება სწორად გამატარებინო ეს ოპერაცია და იქნებ სწორად ამასახიო და როცა ეუბნები მას რომ ტყილა ცდილობ, იმიტომ რომ თვითონ ოპერაცია არ არის სწორი და შენ ახლა რაც არ უნდა ქნა, მაგ ოპერაციას ვერ გაამართლებ, იმიტომ რომ ოპერაცია არ არის თვითონ სამეურნეო ოპერაცია სწორად განხორციელებული და შენ მას სწორად ვერ გადააკეთე, ანუ აღრიცხვით მას ვერაფერს ვერ უზა. ამიტომ ყველა დოკუმენტი უნდა იყოს სწორი, რომელსაც თქვენ აღრიცხავთ. ყველა სამეურნეო ოპერაცია უნდა იყოს საფუძველში სწორი. აი ამ ურთიერთობაში სამწუხაროდ დღესაც ძალიან ბევრი მოუწესრიგებელი და არ არის სწორი და თავისთავად მე აღრიცხვაშიც გადადის ის არასწორი ბაზა შესაბამისად არასწორ შედეგს გვაძლევს. ამიტომ ჩვენ რამდენიმე საკითხს ამ თემაში ალბათ უნდა შევეხოთ. ერთხელ ამას ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, იმიტომ რომ ამაზრზე ვდგევარ დღესაც და მიმაჩნია რა თქმა უნდა ეს ასე და არა მარტო ჩემი გამონათქვამია ეს ასე გახლავთ. და ვიღაცა მოისმინა ეს ასე ჩვეულებრივად მოისმინა და მე რაღაცა პერიოდის შემდეგ შემოაბრუნა ეს ცუდად, ანუ ცუდად გაიგო, შემოაბრუნა ცუდად და მე დამხვდა წინ ჩემდა საზიანოთ, მაგრამ მე მაინც საუბრობ ამ თემაზე და რაც საუბრობ, აი ეს მინდა გითხრათ ორი სიტყვით. როცა დაქირავებული უნდა აიყვანოს ანუ საწარმო ორგანიზაცია წვეთს იმ საკითხს, რომ მას ჭირდება თანამშრომლები, ჭირდება თავის საქმიანობის შესასრულებლად ისევ მუშაკები, ეს არის კიდე ერთი საკითხის დაგეგმვა. ანუ მას აქვს საწარმო ორგანიზაცია, მიზნები აქვს რესურსი ამ მიზნების განსახორციელებლად, მაგრამ ჭირდება შესაბამისი კვალიფიციური თუ ჩვეულებრივი მუშახელი იმისათვის, რომ შეასრულოს ეს მიზნები. ეს თითქმის ყველგანაც ხდება და შეუძლებელია თუ ინდივიდუალურად არაკეთებს ადამიანი ამ საქმეს, ანუ ინდმეწარმის შემთხვევაში, სამეწარმო საქმიანობას თუ აკეთებს, ან თვითონ თუ რაღაც პროდუქტს ხნის, სხვა შემთხვევაში ის ამას აკეთებს ყოველთვის დაქირავებულის მეშვეობით. და ისევე როგორც დაგეგმვა უნდა იმას, რომ რა რესურსი გჭირდება, რა ოფისი გჭირდება და რა ტექნოლოგიები გჭირდება, ამასთან ერთად ძალიან სერიოზულად უნდა დაგეგმვა იმასაც, როგორი კატეგორიის თანამშრომლები გჭირდება და როგორი იქნება ეს ურთიერთობა მათთან. მით უმეტეს, რომ ჩვენ ახლა საუბრობდით იმაზე, რომ აი ეს საკითხი ყველაზე რთული, იმიტომ რომ შენ ვერ გამოყოფ ამ რესურს პიროვნებისგან. და ეს უნდა გაითვალისწინო ყოველთვის. შენ როცა იყიდი საქონელს, საქონელია შენ და დამთავრდა, შენ როგორც გინდა ისე მოიხმარ მას და სულ არ კითხულობს მისი მომყიდველი შენზე, როგორ მოექცევი შენ საქონელს. მაგრამ შენ ამ რესურსს ვერანაირად ვერ გამოყოფ იმ პიროვნებისგან, ვისგანაც უნდა მოიხმარო ეს შრომა.
ამიტომ ყველა ვარიანტში ამას უფრო მეტად რთული დაგეგმვა ჭირდება, ვიდრე სხვა რესურსს. რამდენად და როგორ გჭირდება ეს? ჩვენ შრომის კანონმდებლობაში ზოგიერთ საკითხებს ვეხებით და იქ განიხილება, დღევანდელ კანონმდებლობაშიც განიხილება. მე კიდე ორი სიტყვა მინდა გითხრათ, ჩვენი დღევანდელი შრომის კანონმდებლობის პრობლემა მარტო ის კი არ არის, რომ ზოგიერთი საკითხი არასამართლიანად ან განუხილველიაში, არამედ პრობლემა ისიც გახლავთ, რომ რაც წერია შრომის კანონმდებლობაში, ისიც არ იცის 80%-მა. ანუ ისიც არ არის წაკითხული და სწორად გაგებული. ანუ ამ შრომის კანონმდებლობის გამოყენებაც არ ხდება სრულად, ამაშია საქმე. მე შეგეკითხებით, ეხლა არ მინდა კიდე ექსპერიმენტები გავაკეთო ახლა, მაგრამ როცა დავიწყებ შრომის კანონმდებლობის განხილვას, მაშინ ყოველთვის ვაკეთებ ამ ექსპერიმენტს და ელემენტარულ ტერმინებს ვკითხულობ იქედან, სადაც ჯგუფი დუმს. რომ არავის და ვეკითხები, რამდენი ხართ აქირავებული, რამდენს გიმუშავიათ სამსახურში, მაგრამ არც ერთს არ გაუგონია ეს ტერმინები, რომელიც წერია ამ პატარა ერთი ციფრა კანონში. ანუ არ წაუკითხიეთ ეს კანონი, ისე დაიწყეს მუშაობა და არ წაუკითხეთ ეს კანონი, ისე დაიქირავეს თანამშრომლები. ეხლა ეს არის ცალსახა პასუხი იმაზე, რომ ჩვენ როცა ვაკრიტიკებთ, კანონი არ გვივარგაოთ, ჯერ ვიცით რა წერია იმ კანონში და გამოვიყენეთ ის და გავიგეთ ის სიღრმე, რაც არის შიგ ჩადებული, ძალიან ბევრი არარეალიზებული მუხლია ამ კანონმდებლობაში. ჩვენი კანონმდებლობა აწესრიგებს, არეგულირებს იმას, რომ აიყვან თანამშრომლებს ასე ისე წინა სახელშეკრულებო ურთიერთობას აწესრიგებს. გაგიგიათ ვინმე ეს, რომ წინა სახელშეკრულებო ურთიერთობაში რა უფლებები გააქვს? სანამ დაგიდებს ხელშეკრულებას მეორე მხარე და კონკურსში რომ იგი პატიჟა და შენი ინფორმაცია რომ მიიტანე და იქ მონაწილეობა მიიღე. ჩვენ ვიცით, რომ დღეს ზოგიერთ პროფესიებში არსებობს პროფკავშირები. და აი ეს ორგანიზაციებია ძირითადად აი ამ საკითხების დამცველი, მაგრამ ყველაში არ არსებობს და ყველა საწარმოშთა ორგანიზაციაში არ არსებობს. ამიტომ, რა თქმა უნდა, თქვენ თუ ამ საკითხების განხილვამდე მოგიწევთ მუშაობა ან დაქირავება ვინმესი, აუცილებლად იმედი მაქვს, რომ ჩაიხედავთ ამ კანონმდებლობაში, თუმცა იმასაც კარგად ყურადღებით წაკითხვა და გაგება უნდა, მაგრამ ახლა რაზე გადავიდეთ ჩვენ? ჩვენ, როცა ვიქნებით ბუღალტრები და ყველა ვარიანტში ვიქნებით დაქირავებულები, ხო? ანუ ერთი ხელშეკრულების გავლა ჩვენ მანამდე მაინც მოგვიწევს ყველა ვარიანტში. მაგრამ ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი იმაზე, რამდენად სწორად უნდა აღვიწყოთ შრომის ანაზღაურება. აუცილებლად უნდა დავიწყოთ აქედან. რა არის საფუძველი შრომის ანაზღაურების აღრიცხვის? გაქვთ თუ არა დოკუმენტაცია ამისი? უმეტეს შემთხვევაში არ არის ეს დოკუმენტაცია და მე ხშირად აი ასეთ რაღაც სურათს ვხედავ. მოდის და ვხედავ ინფორმაციებს, აღრიცხვის ინფორმაციას, ნუ არ ვხედავ ძირითადად პირველ რიგში, პირველად დოკუმენტაციას უყურებ ჩანაწერებს, ბუღალტრულ ჩანაწერებს და ბუღალტრულ ჩანაწერების უკან რა უნდა იყოს? რა თქმა უნდა, პირველად დოკუმენტაცია. ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით იქ ჩანს თვითონ, რომ ხელფასების დარიცხვის აი ეს დინამიკა არის ძალიან ჭრელი. და როცა ეკითხები მეორე მხარეს, რა მეთოდი გაქვს გამოყენებული ხელფასების დარიცხვის, იმიტომ რომ ერთი და იგივე თანამშრომელთან არის ძალიან აჭრელებული ეს ინფორმაცია. აი ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ საერთოდ ვერ გებულებს საკითხვა დავუსვი და მე უფრო აკონკრეტებ ამას, რომ მაგალითად რაზეა დაფუძნებული შენი ხელფასი, თქვათ რის მიხედვით უწერ თვის ანაზღაურება გაქვს განსაზღვრული დროით, თუ რაიმე გამომუშავების მიხედვით ხდება ეს, თუ როგორი ფორმით ხდება. და მომისმენია მაგალითად ასეთი პასუხი. იცით, თვის ბოლოს ხელმძღვანელი ჩამოწერს და მე მომაძლევენ ფურცელს უმეტეს შემთხვევაში, რომ ვის რამდენი უნდა დავარიცხო ხელფასი. და გამოდის, რომ არ არის ეს გამონაკლისი შემთხვევები, როცა ხელმძღვანელის გააჩნია იმ დღეს რა განწყობაზეა და რა ხასიათზეა წამოსული სამსახურში, მის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, რამდენი იქნება ანაზღაურება. თუ არა და უმეტეს შემთხვევაში ეს ანაზღაურება არის წინასწარ განსაზღვრული მოჭრილი და აი იმ მოჭრილი თანხის მიღებას აუწერენ მას, მაგრამ აი ის ანაზღაურება თუნდაც აი ასე ვთქვათ მოჭრილი ანაზღაურება, რომელიც დამოკიდებულია პერიოდზე. ის პერიოდზეა დამოკიდებული და იმ პერიოდის მიხედვით იმუშავა თუ არ იმუშავა პირმა, თორე ახლა მაგალითად თუნდაც თვეში განსაზღვრულია 500 ლარი, ვთქვათ ანაზღაურება. ეს თვეში რომ უნდა იმუშავა, იმისთვის არის განსაზღვრული, თორე თვეში რამდენი დღე იმუშავა, იმის მიხედვით არის მე ამის გაანგარიშება, ხო? ანუ ასე მოჭრილად ბუღალტერმა გამოწეროს ეს ხელფასი, აუცილებლად ჭირდება მას დოკუმენტაცია. გასაგებია, რომ თქვათ უწერია მას, რომ თვეში 500, მაგრამ იმუშავა თუ არ იმუშავა, ეს თვე ის სად არის დოკუმენტი? ანუ ყველა ვარიანტში ბუღალტერი ხელფასს წერს ფაქტობრივად ნამუშევრის შედეგზე. სადაც აუცილებლად უნდა არსებობდეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუმცა ამ დოკუმენტს წინაპირობად ჭირდება გარიგება.
ანუ როგორი უნდა იყოს ანაზღაურების სისტემა, ფორმა, მეთოდი, არა მარტო ხელფასის, არამედ დანარჩენი სხვა ანაზღაურებებისა და ხელფასი არ არის მარტო ერთადერთი ანაზღაურების ფორმა. ამაზე მინდა გითხრათ კიდე რამდენიმე სიტყვით, ჩვენ როცა ვლაპარაკობთ იმას, რომ ბუღალტერს უნდა კონდეს ეს დოკუმენტაცია, ეს რა თქმა უნდა კონდეს, ანუ თქვენ როგორც ბუღალტრები, როცა შეხვალთ საწარმოში, უპირველეს ყოვლისა, თქვენ როცა მიადგებით ამ საკითხს, უნდა გამოწეროთ ხელფასი, აუცილებლად უნდა კონდეთ უკან მოთხოვნა იმისი, რომ რა არის საბუთი ამისი, რა არის ფაქტობრივი შესრულება, მერე უკან რითი იყო განსაზღვრული, აი ეს ურთიერთობა შეესაბამება თუ არა ეს დანახარჯი, ეს ხო დანახარჯია. თუ კი სხვა დანახარჯს ჭირდება საბუთი და დოკუმენტი. როგორ ფიქრობთ, ხელფასს არ ჭირდება ეს საბუთი და დოკუმენტი? აუცილებლად ჭირდება. ეს არ არის ცვეთა. ცვეთას აქვს ასეთი თვისება. განსაზღვრეთ თავიდან დავარიცხოთ ამდენი და მივყვებით მერე და ვარიცხავთ ცვეთას. ეს ასე არ გახლავთ და ძალიან მაგონებს ცვეთის დარიცხვის პროცესს, დღევანდელი ფაქტობრივი ხელფასების დარიცხვის პროცესი. ხელფასი უკავშირდება პიროვნებას, ადამიანს, რომელსაც შეიძლება გაცდენაც ჰქონდეს, რომელსაც შეიძლება ავადმყოფობაც ჰქონდეს, რაღაც სხვა პირობის დარღვევა. ანუ ნებისმიერი რამე შეიძლება უკეთესადაც იმუშავა, ვიდრე იყო განსაზღვრული და სხვა პირობებია შეგჩადებული. აუცილებლად საჭიროა ამისთვის, რომ იქნას ყველა ეს პირობა გამოკვლეული თავიდან და ფაქტები აღრიცხული. და სხვათა შორის ძალიან საინტერესო სფეროა ეს, ძალიან საინტერესო ადგილია მენეჯმენტში. ვამბობთ რას? მენეჯმენტი უნდა გეგმავდეს ყველა დანახარჯს და მათ შორის ამ დანახარჯს. და თავისთავად თავიდან მე მაგალითად მომისმენი ასეთი რაღაცა. ნუ კარგი მუშაკი ხარ, ყველანაირად მომწოხარ, მაგრამ რა ვქნა, მეტი ხელფასის გაცემის საშუალება არ მაქვს. გამომენია და განთავისუფლებს ამუშაოდა. ეს არანაირი პასუხი არ გახლავთ. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ კი შენ ბიზნესი ინარჩუნებს და ბიზნესი ისევ არსებობს, ორგანიზაცია ისევ არსებობს, მაშინ არასწორი დაგეგმა ქონდა გაკეთებული, ან საერთოდ არ ქონდა დაგეგმა გაკეთებული თავიდან, როცა შენ აიყვანე თანამშრომელი სამუშაოდ. აი ახლა ბოლო პერიოდში თითქმის ყველა არხზე, სადაც უნდა გადაართო განსაკუთრებით დილით, ძალიან ბევრია ამაზე, რომ მაგალითად არის ესეთი, რომ ყოველ თვეში მიფორმებს ხელშეკრულებას და მუშაობ 4 წელიწად. ანომალია, ხო? ნუ ახლა როგორ შეიძლება ერთი თვით თუ გჭირდება ადამიანი, როგორ არ გადაწყვეტი 4 წლის განმავლობაში, რომ ბოლო-ბოლო გჭირდება თუ არ გჭირდება ეს კადრი. და ამის გარდა ძალიან ბევრი სხვა იმ ურთიერთობაში წესების დარღვევა. რა თქმა უნდა, ყველა დამქირავებელს რომ ესმოდეს, რომ ისინი ამ კუთხით ყველა კანონს არღვევს, ამდენი კანონდამრღვევი, შეგნებული კანონდამრღვევი ნამდვილად არ გვეყოლება ქვეყანაში. უმეტეს შემთხვევაში არ არის გაცნობიერებული ეს საკითხი და დამქირავებელს გონია, რომ როგორც უნდა თვითონ ისე შეიძლება მოექცეს დამქირავებელს და კანონი არ არსებობს. უმეტეს შემთხვევაში ასე გონია. ამიტომ ჩვენ როცა ვიმუშავებთ, სადაც ვიმუშავებთ და შევეხებით ხელფასების აღრიცხვის საკითხს, ყველაფერი უნდა დავიწყოთ შრომითი ურთიერთობის დამრეგულირებელი უპირველესი დოკუმენტიდან, ხელშეკრულებიდან და ხელშეკრულების ჩამოყალიბების დროს უნდა გავეცნოთ. აი მაგალითად ყოველთვის იყო პრაქტიკაში რა, როცა სამუშაოზე აყავდათ თანამშრომელი დაიწერებოდა, ნუ ხელშეკრულება აუცილებლად შედგებოდა, თუ იქ მატერიალურ პასუხისმგებლობაზე იყო საკითხი, აუცილებლად მატერიალურ პასუხისმგებლობის ხელშეკრულება კიდე ცალკე უნდა შემდგარიყო და როცა შედგებოდა ეს ხელშეკრულება ერთგვარი ესეთი ჩამოვლის ბარათს ვეძახდით ამას, ახალ თანამშრომელს, უпростоრად პოტენციურ თანამშრომელს, ჯერ კიდევ არ იყო ის აყვანილი, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, რომ ეს თანამშრომელი უნდა აიყვანონ, ის დადიოდა, ასე განყოფილებები იყო განსაზღვრული, ვისთანაც უნდა შესულიყო და გასაუბრებები უნდა მომხდარიყო ამ თანამშრომელთან და აი ჩამოვლის ბარათს უდასტურებდა მეორე მხარე ხელმოწერით, რომ ეთანხმებოდა ჩემთან გასაუბრება იყო. გარდა ამისა, ბრძანება როცა გაფორმდებოდა საწარმოში, აუცილებლად ბრძანების ერთი ეგზემპლარი თავისი განსაზღვრით, ესე იგი ვინ არის, როგორ აიყვანეს, რა განაკვეთით, როგორი პირობებით და ასე შემდეგ, მიდიოდა აუცილებლად ბუღალტერს. ანუ ბუღალტერი აუცილებლად საქმის კურსში უნდა იყოს წინასწარ და არა მერე. როცა შედეგი დადგება. ჩვენ ვიცით, რომ ბუღალტრები ხელფასს არიცხავენ ფაქტიურად გამომუშავებულ, ანუ ბოლოში არიცხავენ, მაგრამ წინასწარაც უნდა იყოს მისი ცნობილი ეს ინფორმაცია. ესე იგი, უპირველეს ყოვლისა, თქვენ იღებთ ყველა თანამშრომლის ურთიერთობის დამრეგულირებელ უპირველეს დოკუმენტს ხელშეკრულებებს, განსაზღვრავთ იქ როგორი წესებია, შეიძლება ერთ თანამშრომელთან სხვა წესი იყოს და მეორე თანამშრომელთან სხვა წესი იყოს. არც ის არ გაგიკვირდეთ, რომ ამას რომ მოიკითხავთ, შეიძლება სულ არ დაგხვდეთ ასეთი დოკუმენტი და თუ არ დაგხვდებათ, მაშინ მაინც უნდა დასვათ საკითხი, რომ ეს დასარეგულირებელია და განსასაზღვრია თავიდან. იმიტომ რომ ბოლოს რომ დადგება თვის ბოლო და თქვენ უნდა დაარიცხოთ ხელფასი, მაშინ აღარ გექნებათ უკვე ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზე თქვენ ხელფასი უნდა დაარიცხოთ.
მაგრამ მარტო ის ხელშეკრულება არ არის საკმარისი, აუცილებლად უნდა იყოს ფაქტობრივად აღრიცხული ინფორმაცია, როგორ იმუშავა, რამდენი იმუშავა და ასე შემდეგ. აი ეს ორი დოკუმენტი აუცილებლად ჭირდება იმას, რომ ხელფასი დაირიცხოს. და უმეტეს შემთხვევაში არ ხდება ამ დოკუმენტებით ხელფასის დარიცხვა. და ეს საკითხები წამოიწევს ჯერჯერობით ყველა სხვადასხვა რაიმეა მოდაში თუ სხვადასხვა რაღაცისთვის ცალიათ და ამისთვის ჯერჯერობით შეიძლება არც მოუწლიათ, მაგრამ აუცილებლად მოიცლიან და ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ხარჯი შეიძლება არ ჩაგეთვალოთ ხარჯად, ისე შეიძლება არ ჩაგეთვალოთ ეს ხარჯი ხარჯად, თუ კი ის დოკუმენტურად სწორად არ იქნება დადასტურებული. აი ამას აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამის მეორე საკითხია ის, რამდენად კმაყოფილია, რამდენად სამართლიანად გრძნობს თავს შენ დაქირავებულს და რამდენად ინარჩუნებს შენ დაქირავებულს. იმიტომ რომ დღეს დგას ასე საკითხი უნდა დავიწყო მუშაობაო, თორე არ იქნება ყოველთვის ასე, დამქირავებელსაც აქვს პრობლემა შეინარჩუნოს კადრი და მით უმეტეს კვალიფიციური კადრი. კვალიფიციური კადრებს არ აქვს დღეს ეს პრობლემა, რომ ვერ იმუშაოს და აი იმასთან ურთიერთობას კიდე სხვა წესები ჭირდება. ეხლა რა არის საფუძველი შრომის ანაზღაურების, რა სისტემები არსებობს და როგორ შეიძლება ამ სისტემების საფუძველზე მოვახდინოთ შრომის ანაზღაურების დათვლა. აი ამაზე უნდა ვისაუბროთ ახლა ჩვენ. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ მენეჯმენტი უნდა გეგმავდეს ამ დანახატს მინიმუმ აი გეგმა და ბიუჯეტი რა არის? ბიუჯეტი მინიმუმ 1 წლის პერიოდს მაინც უნდა მოიცავდეს. სხვანაირად არ შეიძლება ბიუჯეტი, ან ბიუჯეტი უნდა იყოს კი კვარტალების მიხედვით შეიძლება იყოს დაყოფილი და თვეების, მაგრამ ბიუჯეტი 1 წლიან პერიოდს მაინც უნდა მოიცავდეს. ამიტომ 1 წლიან პერიოდში გათვლა მას, როგორც მასალა რამდენი დაჭირდება, შრომა რამდენი დაჭირდება და ხელფასი რამდენი უნდა გადაიხადოს, ამის გათვლა მას აუცილებლად უნდა კონდეს და ახლა რომ ეტყვის ივლისში გამომელია ხელფასი, ეს ნიშნავს იმას, რომ არ აქვს მას ეს გათვლა გაკეთებული და აიყვანა თანამშრომელი, რომელსაც ეგონა რომ იმუშავებდა და მერე ანთავისუფლებს მას. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება იქ, სადაც ამას სწორად ითვლიან. თუმცა ამ ურთიერთობებში, როცა განსაზღვრავს მაგალითად განსაზღვრავს მენეჯმენტი რამდენი შეუძლია დახარჯოს მასალაში, რამდენი შეუძლია დახარჯოს ადმინისტრირებაში, რამდენი შეუძლია დახარჯოს გაყიდვებში და ასე შემდეგ. ანუ მინიმუმ ეს მაინც უნდა განსაზღვროს. და როცა განსაზღვრავს, თქვათ განსაზღვრა მან რომ შეუძლია დახარჯოს ხელფასებში ამდენი. ანუ შრომის ანაზღაურებაში. აი მოდი არ დავარქვათ ამას ხელფასი. დავარქვათ შრომის ანაზღაურება. შრომის ანაზღაურება განისაზღვრა, თქვათ მას შეუძლია წელიწადში დახარჯოს 10,000 ლარი შრომის ანაზღაურების სახით. აი ამ დროს თუ კი ეს მენეჯერი ამ 10,000 ლარს ყველას ხელფას დაარქმევს. თანაც კიდე გაანაწილებს და ეტყვის თქვენ ამდენს გადაგიხდით მთელი წლის განმავლობაში და ყოველ თვეში დაუნიშნავს ამას. ეს იქნება ყველაზე პრიმიტიული განშა ამ საკითხის. კიდე ერთხელ შევახსენებთ ასეთ მენეჯერებს. ეს არ არის ის ხარჯი, რომელიც უკავშირდება საქონელს ანავე მომსახურებას. ეს არის ადამიანთან დაკავშირებული ხარჯი. მე ახლა დანადგარს რომ ვიყიდი და ჩავდებ შიგ 10,000 ლარს და შენ უნდა მომემსახურო 10,000 ლარისო, ეს დანადგარი ვერც გამიბრაზდება, ვერც მაწყენიებს, არც ხასიათი გაუფუჭდება და არც განწყობა შეეცვლება იმის მიხედვით, როგორ მომექცევი მას. და საერთოდ არ ვფიქრობ ამაზე. ანუ ჩემი და მისი დამოკიდებულება იქნება კარგად გადავწმინდო, კარგად დავუშვათ მოუარო და არ დავაზიანო გამოყენების დროს. მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობას ეს არ ყოფნის. ანუ ადამიანებთან ურთიერთობაში რომ შეინარჩუნო ის როგორც თანამშრომელი უპირველეს ყოვლისა უნდა შეინარჩუნო მისი мотиваცია, რატო უნდა იმუშაოს შენთან, რატო უნდა იყოს ყოველთვის კარგ განწყობაზე, რატო უნდა უხაროდეს შენთან მუშაობა და ამას ჭირდება არა მარტო ხელფასი. და მე უბრალოდ შემიძლია მარტივად გითხრათ, თუ კი ადამიანს აქვს იმის საშუალება რომ 10,000 დახარჯოს შრომის ანაზღაურებაში, მან ეს 10,000 ცოტა უფრო მეტი ფანტაზიით უნდა დახარჯოს, მეტი შემოქმედება უნდა ჩადოს ამაში და ამ 10,000-ით უნდა მოახერხოს ის, რომ განუსაზღვროს მეორე მხარეს ის აუცილებელი განაკვეთი, რომლითაც აფასებს ის მინიმუმ ამ დამოკიდებულებას და ყოველთვის მუშაობდეს იმაზე, რომ თუ ამ ურთიერთობაში რაღაცა დუნდება და ნელდება, ყველა რაღაცა დოზით აი ეს мотиваცია ამოწიოს, შეინარჩუნოს დამოკიდებულებაში და ყოველთვის აგრძნობინოს თანამშრომელს, რომ თანამშრომელი არ არის მანქანა და მათი ურთიერთობა არ ყალიბდება მხოლოდ მოჭრილი თანხით, რომელიც განისაზღვრა თავიდან და ამას გაძლევს შენ. ყოველთვის ადამიანს ასეთი შეგრძნება რჩება. მე როცა მაქვს განსაზღვრული ხელფასი 500 ლარი და ვიღებ ამას თვის ბოლოს, მე არავის მადლობელი არა ვარ, იმიტომ რომ ეს 500 ლარი მე მეკუთვნოდა. მაგრამ აი ეს არ ყოფნის ჩემს мотиваციას. მე მინდა ასევე
მაღიარებდნენ როგორც კარგ თანამშრომელს, გარკვეულად მაფასებდნენ ამ კუთხით და აი ამ დამოკიდებულებაში ფულადი ანაზღაურება ძალიან მნიშვნელოვან სერიოზულ როლს თამაშობს, მაგრამ არა მარტო ეს. ანუ პრემირება, წახალისება, დაჯილდოება, გარემო პირობების შექმნა, დაუშვათ რაღაც ღონისძიებების ჩატარება, თუ შექება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი კომპლექსში არის ის, რაც ჭირდება ამ ურთიერთობას და მარტივად რო ვთქვათ, აი ამ დანახარჯების გაწევას და ყველაზე მარტივი და პრიმიტიული იქნება ეს თუ შენ ამ ხელფას, ამას ხელფას დაარქვენ. მინიმუმ 100000 ლარი მაინც შეგვიძლია გაანაწილო ამისთვის, რომ შეინარჩუნო ადამიანის დამოკიდებულება. რა შეიძლება შედიოდეს მომუშავეთა გასამრჯელოებში? შრომითი ურთიერთობა დაქირავებულსა და დამქირავებულს შორის ყალიბდება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. როგორც ვთქვით, შრომით ხელშეკრულებას განსაზღვრავს კანონმდებლობა, მაგრამ განსაზღვრავს ზოგადად კანონმდებლობა და დანარჩენი ყველაფერი მინდობილია მხარეებზე. და გეუბნებიან, დანარჩენი ყველაფერი დაარეგულირე შენ. და ძალიან ბევრ კითხვას თქვენ თუ უსმენთ ამ ბოლო პერიოდში, პასუხი ასეთი ქონდა სპეციალისტებისგან, როგორ რეგულირდება ხელშეკრულებით, როგორ იყო შეთანხმება. იმიტომ რომ თუ კი ასეთი შეთანხმება არსებობდა, შენ ეთანხმები ამას თავიდან, მე ვერ უჩივლებ შენ მას, რომ რატომ მომეკეცი ასე. ამიტომ ძალიან ბევრი რამე ამაზე დამოკიდებული. ძირითად შემთხვევაში ამ ხელშეკრულებებს ტრაფარეტულს ადგენენ. არ განიხილავენ და არ განსაზღვრავენ პირების ურთიერთობებს, არ დებენ შიქს სუბიექტურ მომენტებს. და მეორე, კიდე ძირითად შემთხვევაში არავინ არ კითხულობს ამ ხელშეკრულებას თავიდან და ეს არის ყველაზე დიდი დარღვევა. აი მაგალითად, როცა თანამშრომელი აყავს, ან შენ მიდიხარ, თქვენც უფლება გაქვთ და მეორე მხარემაც უნდა იკადროს ის, რომ თანამშრომელს წინასწარ გააცნოს ხელშეკრულება, მისცეს, დატოვოს მარტო, გაატანოს და უთხრა, ჩახედე, კარგად შეამოწმე, სხვა შეეკითხე. ხომ არ არის რაიმე შენ აუხსნა ეს, იმიტომ რომ მე ეს პრობლემები მაინც წამოვა. და ამიტომ თავიდანვე უნდა ჩაახედო ყველაფერში და ადამიანი როცა თავის გადაწყვეტილებას თავისი ნებით იღებს, მე იმას შეიძლება არ ქონდეს ამაზე პრეტენზია და ვერ ექნება. გააცნობიერებიო უნდა ის რა მოთხოვნებია შიგ ჩადებული, აუცილებლად. ესე იგი, ხელშეკრულება არ გახლავთ მარტივი დოკუმენტი, აუცილებლად უნდა იცნობდე კანონმდებლობას, რომ ხელშეკრულება კანონის საწინააღმდეგო არ გამოგივიდეს, მაგრამ კანონი ბევრ რამეში უშვებს თავისუფლებას და შეგიძლია ეს ურთიერთობა განსაზღვრო მხარეებს შორის, მაგრამ მხარეები ამას უნდა ეთანხმებოდნენ, არა მარტო ხელმოწერი. ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებობს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი დაქირავებულ მომუშავეთა გასამრჯელოების მიხედვით, აი ასეთი სტანდარტი, რომელიც დაქირავებულ მომუშავეთა გასამრჯელოებს აღრიცხავს და რა თქმა უნდა, აქ არ მოიაზრება მხოლოდ აი ეს ერთგვარი ხელფასი, ამის გარდა ყველა გასამრჯელო მოიაზრება შიგ და უბრალოდ გადავხედოთ, ნახოთ გასამრჯელოებს რა მიეკუთვნება ამ სტანდარტით. მომუშავეთა მოკლევადიანი გასამრჯელოები, ხელფასი, სოციალური დაცვის შენატანი, თუ ასეთი არსებობს, ჩვენთან ამ წუთში უშუალოდ გადამხდელისგან და საერთოდაც სოციალური დაცვის შენატანი ამ წუთში ამ ეტაპზე კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის, თუმცა სოციალური დაცვის პროექტები და პროგრამები არსებობს ხო ქვეყანაში და რა თქმა უნდა ბიუჯეტიდან ეს თანხები გამოიყოფა, ოღონდ უშუალოდ გადამხდელისგან ამ სახით არ ამოიღება, თუმცა გადამხდელებისგან ამოღებული ფულით ყალიბდება ესენი, მაგრამ ადრე იყო, რომ როცა შენგან იღებოდა გადასახადი, იქ ერქვა მას, რომ ეს სოციალური დაცვისო, მაგალითად დასაქმებისო, მაგალითად საპენსიო უზრუნველყოფისო, პირდაპირ იყო, მიზნობრივი იყო განსაზღვრული ეს. ეხლა ასე მიზნობრივი სახელები არ ქვია მას, მაგრამ სინამდვილეში ამოიღება ეს გადასახადების სახით და მე ასეთი პროექტები ყალიბდება. მე თვითონ პირადად მაგალითად მირჩევნოდა, როცა ამას ერქვა სახელი და ჩემი სუბიექტური მოსაზრება სამართლიანი ეს უფრო იყო, როცა მე თავიდანვე ვიცოდი, რომ მე ვიხდიდი ამაში ფულს და შესაბამისად მიზნობრივად მოთხოვნა შემეძლო უკან, რომ ვიხდი ამაში ფულს, საზოგადოებას უნდა მოუბრუნდეს ეს უკან. ეს ერთგვარად ამოგდებულია და შეფარულია იმ საშემოსავლო გადასახადში, მანდა მაინც სამართლიანად არ მიმაჩნია ეს. ანუ ეს რა არის, დაგავიწყდეს ეს საკითხი, შენ ხო არ იხდი ამას და ამიტომ რაღაცნაირად უნდა მიგავიწყდეს, იმიტომ რომ უკანაც მოთხოვნის უფლებაც ნაკლებად უნდა გააქტიურო. ერთმანეთში. ერთი სიტყვით, სოციალური დაცვის შენატანი პირდაპირ თუ ირიბად მოიაზრება ნამუშევრის ანაზღაურებიდან, ეს აუცილებლად მოიაზრება და ესეც მოკლევადიან გასამრჯელოებში შედის. შვებულება ჩვეულებრივად არსებობს შრომის კანონმდებლობის საფუძველზეც, აი ესეთი ურთიერთობის საფუძველზეც არსებობს ფასიანი შვებულება, რომელიც აუცილებლად არის კანონმდებლობით განსაზღვრული და იყოს. განსაზღვრული ასევე კანონმდებლობით ფასიანის გარდა კიდევ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე შეიძლება მას კონდეს კიდევ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული კანონით მინიმუმია, მაგრამ შეიძლება კიდე იყოს დადგენილი ამ ურთიერთობით, მაგრამ ასევე განსაზღვრულია
შვებულება უფასო. თუმცა ახლა უფასო ამაში გასამრჯელოში აღარ შედის უკვე, მაგრამ იქ სამუშაო საათების და დღეების გამოყენების შესაძლებლობა არსებობს, ხო? თუმცა არ თავისუფლდები სამუშაოდან. ბიულეტინი შრომის უუნარობასთან დაკავშირებული ანაზღაურება გახლავთ, პრემია ერთგვარი ანაზღაურებაა ისიც ოღონდ არა პირდაპირ შრომის, არამედ მისი სტიმულირების, მისი მოტივაციის შენარჩუნებისა თუ გაზრდის დახმარება, ესეც ესეთი სოციალური მხრიდან არის, მაგრამ ესეც ირიბად უკავშირდება პირის განწყობას, პირის თუნდაც სოციალური მდგომარეობის ამაღლებას. ესენი გახლავთ ძირითადად მიმდინარე მოკლევადიანი პერიოდის გასამრჯელოები, რაც ჩვენ ახლა აქ ჩამოვთვალეთ. შრომითი საქმიანობის შემდგომი პერიოდის გასამრჯელოები. აი ესეც არის შრომით ურთიერთობაში და ჩვენ როცა ვლაპარაკობ მენეჯმენტმა უნდა დაგეგმოს თავიდან სწორად თქო. თავიდან თუ არ დაგეგმა, მას სწორად რამდენი მასალა დაჭირდება, რა დაუჯდება ეს პროდუქცია, ხო იქნება წაგებაში. ასევე თუ არ დაგეგმა სწორად იმ მასალასთან ერთად რა დაუჯდება, ხელფასი რა დაუჯდება, შრომის ანაზღაურების სხვადასხვა საკითხები. ასევე არასწორია, ხო? როგორ შეიძლება მან დაგეგმოს პროდუქციის ღირებულება და არ დაგეგმოს ხელფასი? არ დაგეგმოს შრომის, ეს იგივე რაც არ დაგეგმოს მან მასალა. ამიტომ ჩვენთან აი ამ საკითხს რომ არ გეგმავენ და ფაქტია რომ არ გეგმავენ, ეს იმას ნიშნავს რომ არაფერს არ გეგმავენ. იმიტომ რომ ამის გარეშე არაფერს ვერ დაგეგმა. ეს შემადგენელი ნაწილია ამ დანახარჯების. თუნდაც სად არ არის შრომით დანახარჯები? ადმინისტრირებაში შრომით დანახარჯებია, პროდუქციის თვითღირებულებაში შრომით დანახარჯებია, მიწოდებაში შრომით დანახარჯებია. ანუ ყველგან არის ეს ისეთ დანახარჯებია, რომელიც ყველგან არის. ფაქტიურად არ გეგმავ, არც ერთი სფერო არ აქვს დაგეგმილი სწორად. ანუ უნდა იყოს დაგეგმილი, როცა ვლაპარაკობ დაგეგმაზე, აი აგერ არის ჩამონათვალი, რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს ხარჯები. შრომითი საქმიანობის შემდგომი პერიოდის გასამრჯელოები. შრომითი საქმიანობის შემდგომ პერიოდის გასამრჯელოებს ზოგჯერ კანონმდებლობა აყალიბებს თვითონ, როცა შენ ვალდებული ხარ, შრომ აღარ მუშაობს, მაგრამ მაინც გადაუხადო ეს. ზოგჯერ შრომითი ურთიერთობით არის ეს ჩამოყალიბებული და შენ გაქვს განსაზღვრული ეს ურთიერთობაში. მაგალითად პენსია. ეხლა თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ და თქვათ, რომ სად არის კაცო ასეთი პენსია? პენსიას ერთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ვიღებთ და სხვა პენსია არ არის. არა, როგორ არ არის? ჩვენი კანონმდებლობითაც არის სხვა პენსია და ეს პენსიები შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ანუ მხარემ დაუნიშნოს მას შემდგომი პერიოდისთვის პენსია. ეს არის საზოგადოდ მიღებული და ჩვენ ქვეყანაში ნაკლებად გააქტიურებული ეს პროცესები, იმიტომ რომ თქვენ მომეცით ზუსტად ამის პასუხი, რომ ჩვენთან კადრის შენარჩუნება კი არა, რამდენიც გინდა იმდენია კადრი უმუშევრობა არისო, მაგრამ როცა კადრის შენარჩუნებაზეა უკვე საუბარი და გინდა კვალიფიციური კადრი შეინარჩუნო, ის სხვადასხვა მეთოდებს იყენებს დაქირავებული და მათ შორის ერთ-ერთი ესეც გახლავთ. თუმცა ჩვენს რეალობაშიც არსებობს ასეთი პენსიები დღეს, მაგრამ არა სტიმულირებისთვის. მაგალითად არსებობს დასახიჩრების პენსიები. როცა საწარმოო ტრამვებს იღებს თანამშრომელი სამსახურში, კანონმდებლობიდან განსაზღვრულია ეს, რომ იმ სამსახურმა უნდა გადაუხადოს მერე მას ეს პენსია გარკვეული ოდენობით. თუმცა არსებობს კერძო საპენსიო ფონდებიც. ანუ ესეც არსებობს. ანუ ეს არ არის საკითხი, რომელიც არსად არ შეგხვდება თქვენ, შეგხვდებათ. დახმარება. ოღონდ არა მუშაობის პერიოდში, არამედ მუშაობის შემდგომი პერიოდის დახმარება. როცა არ მუშაობს, ანუ ის არ ქმნის პროდუქციას, არ ქმნის შემოსავალს, მაგრამ შენ მას დახმარებას უწევ. ეს უმუშევრობის პერიოდის დახმარებაც არის. შეიძლება სამუშაოდან წასვლის შემდგომი პერიოდის დახმარებაც არის. აი მაგალითად თქვენთან ყველა საშუალოს გარდაცვალების დახმარებას ეწევა, ხო? არ მუშაობს იქ და ოჯახს ეხმარებიან ამ შემთხვევაში, ან შვილს ეხმარებიან მისას, ანუ არის ასეთი მიდგომები ჩვენ რეალობაშიც არსებობს. ზოგჯერ კანონმდებლობა განსაზღვრავს ამას. სიცოცხლის დაზღვევა არა იმ პერიოდში მხოლოდ როცა ის მუშაობს, არამედ იმ პერიოდში როცა უკვე აღარ მუშაობს. მომუშავეთა გრძელვადიანი გასამრჯელოები. ანუ ეს არის შრომითი საქმიანობის შემდგომი პერიოდის გასამრჯელოები, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ, ეხლა კიდე სხვა სახის გასამრჯელოები, მომუშავეთა გრძელვადიანი გასამრჯელოები. შეიძლება ხანგრძლივი მუშაობის სტაჟისათვის. ეხლა მე უბრალოდ ამას გაგაცნობთ და თქვენ ხედავთ, რომ ეს სტანდარტით მოცემული ინფორმაცია და მარტო იმისთვის არის საინტერესო, სხვა ქვეყნებში ზოგადად რა ხდება, რომ სტანდარტი ამას არეგულირებს, ხო, ჩვენ ქვეყანაში ხო არ არეგულირებს ამას, რომ მთლიანად არეგულირებს და ის იღებს ყოველთვის პრაქტიკას და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას იღებს ამ კუთხით, რომ ბუღალტერებს ყველგან სად რა უწევთ, რაზე უწევთ საქმიანობა, როგორ აღრიცხონ ეს, ანუ სტანდარტი რას ამბობს. იმ ქვეყნებში ზოგადად როგორ ხდება ეს და სადღაც ასე ხდება, ხო? და მართლა ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება ასე. შვებულება ხანგრძლივი მუშაობის სტაჟისაც. ესეც ერთ-ერთი სტიმულირების ფორმაა, რომ რამდენად მეტ დიდხანს მუშაობ და ინარჩუნებ კადრს, იმდენად მისთვის განსაზღვრული გაქვს განსხვავებული წესით შვებულება და შვებულება არის
ყოველთვის ანაზღაურება, რომელშიც ადამიანი პროდუქტს არ ქმნის, შედეგს არ ქმნის. ის ისვენებს და შენ უხდი ფულს. შემოქმედებითი შვებულება. საბჭოურ პერიოდშიც იყო ასეთი შვებულებები, განსაკუთრებით ხელოვნების მუშაკებს, მწერლებს და ასე შემდეგ, ვინც ქმნიდათ გარკვეულ ასე ვთქვათ, პროდუქტ შემოქმედებას. შემოქმედებით შვებულებებში უშვებდნენ, ერთ-ერთ ფილმში და არაერთ ფილმშია შეიძლება, მაგრამ ცისფერი მთები არის ესეთი ფილმი, დიახ, დანტიაშენი, იმაში თქვენ გესმით ეს ფრაზები, რომ ის შემოქმედებით შვებულებაშია და რაღაც უნდა დაწეროს იქ და აი იმ შემოქმედებით შვებულებას სჭირდება განწყობა, ხო? აი უბრალოდ ადამიანს სჭირდება განწყობა, რომ რაღაც შედევრი შექმნას და ამიტომ შემოქმედებით შვებულებებში უშვებდეს, რაღაცა უნდა იყოს ისეთ ადგილზე, რომ ეს მუზა მოუვიდეს და შექმნას ეს პროდუქტი. შემოქმედებითი შვებულება შეიძლება არ იყოს მხოლოდ ხელოვნების მუშაკებთან დაკავშირებული, შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვებთანაც. ამის წინ ერთ-ერთი სპეციალისტი რაღაც არ ვიცი, ახლა ზუსტად ვეღარ ვიხსენებ რა ადგილზე, მაგრამ საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ აი მაგალითად იაპონიაშიო შაბათ კვირასაც ამუშავებდნენ, ახლა ეს იცით რომ რა დატვირთვით მუშაობს ადამიანები და რამდენად გაწერილია ეგ ყველაფერი, მაგრამ მე მიხვდნენ რომ ადამიანის შრომის უნარი მერე უფრო მეტად იკლებდა, როცა ის ამუშავებდა მას მთელი დატვირთვით და ახლა პირიქით შებრუნდა ეს მექანიზმიო და სამსახური უხდის იქეთ ფულს, თუ კი ის შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გავა. ანუ როცა სამსახურში მოდის თანამშრომელი და აკყავს ის თანამშრომელი, ეს არ ნიშნავს, რომ იყენებს სამუშაო ძალას. ეს არ არის ასე და თუ ამას მიიჩნევ, მაშინ არ არის ეს სტაბილური ურთიერთობა. შენ უნდა იცოდე, რომ იმ ოჯახში შემოდის ადამიანი და ყველაფერი ისე უნდა განსაზღვრო, როგორც აი ამ ურთიერთობაში არის საჭირო. ამიტომ აი შემოქმედებითი შვებულება იქნება თუ რაც იქნება, ჩვენ აქედან გავედით ამ საკითხზე, ეს არ უნდა უკავშირდებოდეს მარტო ვთქვათ ხელოვნების მუშაკს. ყველა ადამიანის სამუშაო, გარკვეულად შემოქმედება. აი თუ კი ამ დონეზე აყვანინებ ადამიანს თანამშრომელს მის სამუშაოს და სიამოვნებას მიაღებინებ აი ამის შედეგად, რა თქმა უნდა, მოტივირებული იქნება ის ამ სამუშაოზე. ეხლა ეს ლაპარაკი ადვილია ვიტყვით თქვენ. ამის გაკეთებაა შედარებით რთულიო, მაგრამ თუ შენ ამაზე არ ფიქრობ, არც არასდროს არ გააკეთებ, არაფერს არ გააკეთებ მაშინ ამისთვის. როცა ამაზე ფიქრს იწყებ, რაღაცას მაინც ცვლი ამ ურთიერთობაში. და ყოველთვის ასე უნდა გვახსოვდეს, რაც შენ გინდა მიიღო. სხვა სხვისგან რაც გინდა შენ რომ მიიღო, ალბათ ისე უნდა მიაწოდოს სხვასაც, აი სხვანაირად ვერ იქნება ეს. ანუ რასაც შენ ვერ მიიღებ, არ უნდა მიაწოდო არც ის სხვას, იმიტომ რომ იმისთვისაც არ იქნება ეს მისაღები. და საერთოდაც შრომითი ურთიერთობა ეს არის, ვინ ერთმანეთს რას აწოდებს. რას კადრებს, აი როგორ მიაჩნია რომ ეს მას მიიღებს. ეს ეხება დავუშვათ ქებასაც და საყვედურსაც, ორივეს ეხება და საყვედურიც აკეთებს თავის დროზე საქმეს, თუ ის დამსახურებულია და თუ ის დაუმსახურებელია, რა თქმა უნდა, ვერ აკეთებს საქმეს, ის 10-ჯერ მეტად აფუჭებს საქმეს. არც ახალისება არ აკეთებს საქმეს, თუ ის დამსახურებული არ არის. აბსოლუტურად ის აფუჭებს საქმეს. ამიტომ პრემია უნდა გადავხადო, ახლა მე პრემიაო თუ ის გაცნობიერებული არის, რატო აძლევ შენ ამას პრემიას? ჩემ ახალგაზრდობაში იყო ასეთი სპექტაკლი, რომელსაც ერქვა პრემია. ეს იყო საბჭოური პერიოდის ბოლო წლები და საბჭოური პერიოდის ბოლო წლებში იყო ასეთი ხელოვნური მექანიზმი. ცოტა უნდა გავაკრიტიკოთ საბჭოური პერიოდის წყობაც. ანუ თლათ იდეალური რომ არა ვარ, ცოტა უნდა გაკრიტიკოთ. ეს იყო პატარა მარილი უნდა მოყროდა მას რაღაცნაირად. იმიტომ რომ ახლა თლათ ასე იდეალური ხარ შეიძლება ვიყოთ. და იქ იყო დოზირება, რა დოზით შეიძლება გაკრიტიკებულიყო და ამას იყენებდნენ რეჟისორები, იყენებდნენ თქვათ კინოს მუშაკები და ასე შემდეგ და პატარა თვითონ მიემატებდნენ. მე დოზას და ცოტა უფრო საინტერესო რაღაცები გამოდიოდა და მახსოვს რომ ასეთი სპექტაკლი დაიდგა და რა იყო ამის იდეაში. მუშები უარს ამბობენ პრემიაზე. პრემია ამიტომ ერქვა. პრემიაზე ამბობენ უარს, რატომ? გაუცდათ სამუშაო დღეები, არ ამუშავეს, ვერ მიცა სამუშაო დავუშვათ, მე სახელმწიფო იყო მეორე მხარეზე, მაგრამ გამოუწერეს მის სანაცვლოდ პრემია. და ვიღაცა გამოვიდა ესეთი და ამბობს, რომ არ გვინდა ჩვენ პრემია. პრემია კი არ გვინდა, ეს პრემია არ გვეკუთვნის, ჩვენ გვინდა სამუშაო, რომელიც გვეკუთვნის და ხო, ანუ შენ რომ მეუბნები გაჩუქე რაღაცა, არაფერი არ გიჩუქებია, პირიქით, შენ დამაკელი ის რომ არ მომეცი სამუშაო, უნდა მომცე სამუშაო და მე არ მინდა პრემია. ანუ ერთი სიტყვით, ეხლა ეს ძალიან მარტივი მაგალითია იმასთან, მაგრამ დამსახურებული უნდა იყოს ერთით და მეორეც, სამართლიანი უნდა იყოს და
საქმეს უნდა აკეთებდეს. ანუ ზუსტად იმ დროს, იმ დოზით უნდა მოხდეს ეს. შეიძლება სულ არ მისცე ადამიანს პრემია, ფულში არ გამოხატო, სხვა რამით გამოხატო ეს. აი ელემენტარულად სხვა რამით, ანუ მე დიახ, აი არ გამიკეთებია ხელოვნურად, მაგრამ ჩემ სამსახურში პირველი ოფიციალური მადლობა მიიღო დიასახლისმა. და ეს იყო ნამდვილი გულწრფელი მადლობა და მე დავანახე, შეიძლება ამითაც ის გავაკეთო, რომ დავანახე სხვა თანამშრომლებს ის, რომ ადამიანი სად მუშაობს, ამას აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს, როცა ის აკეთებს თავის საქმეს და აკეთებს კეთილსინდისი, არ შეიძლება არ წაახალისო, ის მადლობაც იყო, ფულადი თანხაც იყო და ასე შემდეგ და მე არ მეშურებოდა და იმიტომ რომ აი მის საქმე მართლაც იყო მოვლილი. ამიტომ არ აქვს ამას მნიშვნელობა, რომელი ფორმით, რომელი სახით გამოხატა. ის იმ საქმეს უნდა აკეთებდეს, უნდა იყოს გულწრფელი. ძალიან აი თორე არ მიიღებს, არც მეორე მხარე არ მიიღებს ამას სწორად. ანუ შემოქმედებითი შვებულება იქნება, შვებულება ხანგრძლივი სტაჟისთვის, თუ ასე შემდეგ. ესენი ყველაფერი შეიძლება არსებობდეს სამსახურში და თქვენ ხელთ მოვიდეს ასეთი დოკუმენტი, რომელსაც ჭირდება შესაბამისად აღრიცხვა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რომ აღრიცხო სწორად, სწორი კლასიფიკაცია უნდა მისცე. იმიტომ რომ მე ახლა ამ საკითხს გავყვებით ჩვენ, ზოგი ამ ფონდში აღირიცხება, ზოგი იქ უნდა ვიცოდეთ, რომელია ეს. საფუძველში თუ არ არის სწორად, აღრიცხვაც ვერ იქნება სწორი. შრომის უნარის დაკარგვის გრძელვადიანი დახმარება. შეიძლება მოხდეს ისე, რომ თანამშრომელს აი ხო, ჯანმრთელობის გამო დაეკარგოს შრომის უნარი გრძელვადიანად და მიიღოს სამსახურიდან ესეთი დახმარება. ესენი ყველა დაკავშირებულია გრძელვადიან დახმარებებთან, ანაზღაურებებთან და ასეთი შეიძლება იყოს ასევე გრძელვადიანი პრემიები და კომპენსაციები. გრძელვადიანზეა საუბარი და გრძელვადიანი რომელი დანახარჯებია. ერთ წელზე მერე პერიოდებში რომ გაიცემა. ანუ წინასწარ გეგმაზეა ამ წუთში საუბარი, რომ გრძელვადიან პერიოდში არის გასაცემი ესენი. რომელიც გაიცემა პერიოდის დამთავრებიდან 12 თვის შემდეგ. გარდა ამისა, შრომითი საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებული დახმარებები. შეიძლება ამას ითვალისწინებდეს ურთიერთობა, როცა შეწყდება შრომითი საქმიანობა, მაშინ გადასახდელ თანხებს. სხვადასხვა ამას ჩვენი კანონმდებლობაც ითვალისწინებს, შრომითი საქმიანობის შეწყვეტა გააჩნია რომელი მხრიდან იქნება ინიცირებული, ამ დროს გასაცემი დახმარებები.